გამარჯობა. დღეს ძალიან პრაქტიკულ ტაბზე მოგიყვებით. გარდა იმისა, რომ Honor Pad X7 კარგად უმკლავდება ყოველდღიურ თასკებს, ის ასევე საკმაოდ ბიუჯეტურიცაა. მე კეთი ვარ და შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ Zoom-ის არხი, რათა არ გამოტოვოთ ეგ სიახლეები. Honor-ის X სერია შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ, ფუნქციონალურ და კომფორტულ ტაბლეტს. ტაბლეტი მარტივად ინტეგრირდება თქვენს ყოველდღიურობაში და გარკვეულწილად ეს განპირობებულია მისი კომპაქტური ზომით. მას აქვს 8.7 ინჩიანი LCD ეკრანი, 90 ჰერციანი განახლების სიხშირე და Adreno 610 GPU. ის არ გაძლევთ პრემიუმ დონის ვიზუალურ გამოსახულებას. თუმცა, ერთად ვიდეო კონტენტის სკროლისთვის, ელექტრონული წიგნების წასაკითხა და სხვა ყოველდღიური აქტივობების ვიზუალიზაციისთვის ეს მონაცემები საკმარისია. Honor Pad X7 იყენებს Qualcomm Snapdragon 680. ეს პროცესორი საკმაოდ მძლავრია ბრაუზინგისთვის, მსუბუქი თამაშებისთვის, არაკომპლექსური სახატავი აპებისთვის და PDF ფაილების წასაკითხად. კომპლექსურ დავალებებს ამ პადით ვერ შეასრულებთ. ასევე სასურველია გადამულად დიდი ხნის განმავლობაში არ დატვირთოთ, რადგან შეიძლება პადის მუშაობა ოდნავ შეფერხდეს. ეს პროცესორი საშუალო დატვირთვაზე მორგებული და არა ინტენსიურ სამუშაოს. 10 ვატიანი დამტენის თავით სრული დატვირთვისთვის სჭირდება დაახლოებით 4 საათი. X7 იყენებს სტერეო სპიკერის სისტემას და ღებულობთ დაბალანსირებულ სტანდარტულ აუდიოს. Honor Pad იყენებს Magic OS 7.1, რომელიც დაფუძნებულია Android 11-ზე. ინტერფეისი მარტივია და ადაპტირებულია ბავშვებისთვის. პადში შეგიძლიათ გააქტიუროთ Kids Mode, რომელიც X7-ს ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცედ აქცევს. ამ დროს პადი დააყენებს screen time-ის ლიმიტებს და პატარა მომხმარებელს გაფრთხილებას მისცემს, როცა პადს ის სახესთან ახლოს მიიტანს. ასევე მშობელს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული აპები და ბავშვს მხოლოდ მათზე ექნება წვდომა. UI ინტერფეისი მარტივი და ფერადია და გათვლილია იმაზე, რომ ბავშვმა მარტივად მართოს პადი. Kids Mode-ში ასევე წინასწარ ჩაშენებულია ხატვის და ტვინის სავარჯიშო აპლიკაციები. თუ კი თქვენი შურისთვის პადის ყიდვა გსურთ, Honor Pad X7 ნამდვილად უსაფრთხო არჩევანია. ხოლო უფროსებისთვის, რომელსაც სურთ მსუბუქი პორტატული ტაბი კითხვისთვის, ბრაუზინგისთვის და სკროლისთვის, ეს პადი საკმაოდ კარგი არჩევანია და თანამედროვე ძალიან ბიუჯეტურიც. თუ კი ტაბი გჭირდებათ მარტივი ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად და არ გინდათ მისგან კომპიუტერის დონის პერფორმანსი, ეს ყველგან გასაყოლებელი ტაბი თქვენთვისაა. დიდისთვის თუ პატარასთვის Honor Pad X7 პრაქტიკული, სანდო და მარტივი მოსახმარი გაჯეტია. არ დაგავიწყოთ, რომ Honor-ის ეს და სხვა პადები გელოდებათ Zoom-ში. კარგად!